და ახლა კიდე უცნაურად დამათ რომ არომატმა ხელში მიჭირავს French Avenue-ს სუნამო, რომელიც კონკრეტულად მორიელებისთვის არის შექმნილი, 2 წელი მუშაობდნენ თურმე ამაზე. არა მარტო ამ თემაზე და კიდევ ბევრ საინტერესო დალი ჩიტალაძე მინდა მოვიწვევ სტუდიაში. უნდა უთხრათ რომ ვერძიც არის, ლომიც და საერთოდ 12 მაზი ხარ. ნამდვილი სახალხო განწყობით. დალი მოკლე კაბაში, აბა უნდა გიყურო ეხლა როგორ დაჯდები. აბა, ჩემი ჯაჯო ძალიან ყურადღებიანი მაწვილია. ულამაზესად დაბრძანდა. უწუნებ რა? არა. მე მუქრებოდი. დალი სიახლეები. მოკეთ ისეთი სიახლეები უკვე ხედავთ თქვენ მაგიდაზე რეები ხდება. როგორი მდიდრულია. ყველას გვინდა რომ რაღაცა განსაკუთრებული ვაჩუქოთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს და ახლა მინდა სიახლე გამცნოთ რომ ნაბნეშია ეს ყველაფერი რასაც ხედავთ. ეს არის სასწაული სუნამოები და მინდა მოვიწვიო სტუდიაში ბრენდ მენეჯერი ნაბნესი გოგა ფოლადაშვილი თუ შეიძლება მოგწადით. გოგას ესე იგი დავესიეთ. მართლა დავესიეთ. გამარჯობა. დავესიეთ რეკლამის დროს, იმიტომ რომ ჯერ ერთი ძალიან ლამაზად გამოვიყურება ეს ბრენდი ახალი French Avenue. მე ძალიან კარგია რომ ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის და კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ყველაფერს ის რომ 2 წელი მუშაობდნენ არომატზე, ხო? რატო რა არის ასეთი? მოგისალმებით, მივისალმებით ტელეკომპანია იმედის მაყურებელს და მოგილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. სახალხოს სიუცხელება არის ამ პერიოდში საჩუქრის შერჩევა სასიამოვნო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ცოტა რთული პროცესი არის. ჩვენ გადავწყვეტეთ რომ ეს პროცესი შედარებით გაგიმარტივოთ. თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ ნავნის მაღაზიათა ქსელში და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი არომატი. ზოგადად, როდესაც სუნამოს ჩუქნით, არ ჩუქნით მხოლოდ არომატს, ამ ყველაფერში არის ემოცია ჩადებული. ამიტომ მე თამამად შემიძლია შემოგთავაზოთ განსხვავებული ბრენდები, რომელიც იდეალურია და მოგეწონებათ ნამდვილად. ეს არის უშუალოდ French Avenue-ს ხაზი. ეს ბრენდი დაფუძნებულია. ანუ ცეცხლის ნიშანია ლომი და შესაბამისად ფერიც გათვალისწინებულია ცეცხლოვანი. სასწაული იცით რა არის? აი მაგალითად გინდა საჩუქრად, აი გაუკეთო ლომს საჩუქარი. მაგრამ შენ ხوار დარჩები ისე. შენც უნდა უყიდო შენ თავს. სოლ ქმარს რა საოცარი, აი ძალიან კარგი ის არის. მოკლეგზა, კარგი საჩუქრები. საერთოდ გოგა ის 2012 წელს ამ სუნამოს შექმნაზე პარფიუმერები მუშაობდნენ 2 წლის განმავლობაში. თითეული სუნამო არის უნიკალური, შეუძლია. აი, რაზე უდობდნენ, თქვათ, თითო ზოდიაქოს ნიშნის. გათვალისწინებული იყო ზოდიაქოს ხასიათი. ზოდიაქოს ხასიათი შესაბამისი არომატები არის ეს. 12-ვე განსხვავებული მოდელია, უნიკალური. ეს მოდელები შეუძლიათ გამოიყენონ როგორც მამაკაცებს, ასევე ქალბატონებს. სპეციალურად არის შექმნილი უნისექსი არის. აქვს ულამაზესი პრეზენტაცია. ეს ბრენდი French Avenue იყენებს ფრანგულ და აღმოსავლურ ეთერზეთებს, რაც ქმნის საოცარ კომპოზიციას. ეს იგრძნობა არომატზე. ფრანგულ და აღმოსავლურ, აი ეს არის. იცით რა არის? აი ყველაზე საინტერესოა, აი ვერძი ხო საერთოდ პირველი ის არის და საინტერესოა რა მაგაზე არ დაისხა, აუცილებლად კანზე დაისხა. კანზე. აი მე ჩემი ჯობია შენსას. მართლა. ეს იცი რატო სუნამოზე ვერასოდეს ვერ იწყი გოგა დამეთანხმება ხა პარფიუმერის იმაში გარკვეული ხარ. ნახე, ვერასოდეს ვერ იწყი ის ჯობია თუ ეს. აუცილებელია შენ ქიმიურ იმაში შევიდეს რეაქციაში, იმიტომ რომ ყველა კანი არის ინდივიდუალური და ჩვენ თვითონ გამოვყოფთ იმ ეთერზეთებს, რომელიც თუ კარგად მოხდა შენს კანის ქიმიურ რეაქციაში, ეს შენი სუნია. არის ხოლმე ადამიანები დამეთანხმები გოგა, რომ გადის და აქ სიამოვნებს ის სუნი. რატო? იმიტომ რომ ის სუნი შეიძლება სხვა ადამიანზე სხვანაირად ჟღერდეს და იმაზე საერთოდ არ ჟღერს. ესე იგი, მე შეიძლება აი რო არის ხოლმე ხო ეს ტრენდებია რომ აიტაცებენ რომ აუ ეს სუნი მაგარია და ეს არა, არ შეიძლება იმაზე, მაგრამ შენ თუ გიხდება. იმიტომ რომ ამაზე მეც ისეთი იმდენი ის მაქვს რა ქვია, კვლევები ჩატარებული, იმიტომ რომ ჩემ მეგობრებს ესე ზუსტად ხასიათის მიხედვით ურჩევ ხოლმე სუნამოს. დაბადების დღეზე სუნამო მაჩუქე, აი მართლა მომწამლა, იმიტომ რომ იმ სუნამოს გარდა და აი ესე არჩევა ძალიან რთულია ზოგადად სუნამოს, მაგრამ ზუსტად ვარტყავ ხო და აი ეს არის ძალიან კარგი არჩევა. აი შენ უნდა თქვა, იმიტომ რომ ჩვენ ვერ შეგირჩევთ. მე 30 წელია ვერ ვცვლი სუნამოს. მართლა?
მომისმენე ეს უნდა გასინჯო რომ აღარასოდეს აღარ ერთი კიდევ რა არის ახალისო ამ სუნამოში რომ სუნის მიხედვით ფსიქოტიპს ხედავ ადამიანის. ეხლა ამისი სუნი არის ძალიან ჰაეროვანი და თითქოს რაღაცა ფუნდამენტი აქვს. პირველი ვერძის. მე ვარ მორიელი და ჩემი სუნამო არის მძიმე. სალომე არის ლომი და მისი არის შედარებით ყვავილოვანი, ცოტა ხაჭობა, ხავერდოვანი. ანუ ფსიქოტიპი შეგიძლია სუნამოს მიხედვით წარმოიდგინო. გათვალისწინებულია ეს სუნამოს შექმნის დროს და ასევე ფლაკონზე თუ დააკვირდებით შეფუთვაზე წარმოდგენილი არის ქვა, ზოდიაქოს ქვა აქვს, ყველას თავისი, ესეც ამ ფლაკონის თავზე, აი აქ აი ეს თვითონის რაცა. ვარა, ხედავ? ოჰო! აბა იაური არის სასაჩუქრე, სამთარი. შეხედე? აი, ლომის ნახეთობანი. ზუსტად აი ეს ქვა ხო ქვების აგერ პროფესორი აგვიზის. შეშალათო ჯაჯოს ესეთი სახე. არა, მე ვერ დავინახე. მე ხო მარიაჟობისთვის მიკეთია ეს სათვალე და ვერ დავინახე. კარგად. აი, მარჯანი აქვს. მარჯანი მაქვს. შენს მე ტოპაზი. ცოდნია. აი ეს მარჯანი და ტოპაზი. შენს მარჯანი. გოგა, ეს ხო ყველა ფილიალშია წარმოდგენილი რამე. დიახ, თითქმის ყველა ფილიალში არის წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით. შეგიძლიათ მიბრძანდეთ, დაათვალიეროთ, არა მხოლოდ ეს ბრენდი არის, არამედ სხვა ბრენდებიც არის საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში. ჩვენ მომხმარებლებს ასევე დამატებით ფასდაკლებას ვპირდებით წინა სახალხო პერიოდში, ასევე წარმოდგენილი არის Fragrance World-ის საკმაოდ ხელმისაწვდომი ბიუჯეტური არომატები, რომელიც ინსპირირებული არის ცნობილი არომატებით. ამიტომ მიბრძანდით, დაათვალიერეთ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან არომატის შერჩევაში. ასევე წარმოგიდგენთ French Avenue-ს ცალკე ხაზს, ეს არის არომატიქსის სუნამოები, რომელსაც ულამაზესი შეფუთვა აქვს. არომატის არის. გახსენი დალი რომ ნახოთ. აუ, რა სილამაზეა უბრალოდ. შეფუთვა ისეთი რომ აი ოჰო, ძალიან სოლიდურად. ნუ აი სასწაულია. და ფერების მიხედვით ალბათ არის არომატები, წითელი იქნება უფრო ტკბილი, თქვა. ტკბილი არომატი არის, ესე არის ზოგადად. რაც უფრო ღია ფერები არის, მით უფრო გრილი არის არომატი. ასევე წარმოდგენილი გვაქვს შეიკის პროდუქცია ნომროვანი სისტემით და ეს არის შეიკის პროდუქცია. შეიკი არის ცალკე ბრენდი, რომელიც უშვებს აწარმოებს სუნამოებს. 20% აქვს ზეთის შემადგენლობა, რაც საკმაოდ ბევრი არის. ეს არის უშუალოდ სევავერეკი, ერთი ბრენდი არის შეიკი და სევავერეკი. შეგიძლიათ გატესტოთ, თეთრი არის ქალბატონებისთვის განკუთვნილი. შავი არის უშუალოდ მამაკაცებისთვის. და მოკეთ რა. თქვენ რომელი ზოდიაქო ხართ? მე ვარ ლომი. ლომი ვარ, ხასიათის შესაბამისი არის ეს სუნამო. ტკბილი სუნამოები მოგწონთ? როგორ არის ინდივიდუალური გააჩნია ხა ზოგადად სუნამოები არის სეზონების მიხედვით რა. შეიძლება მე ვიყენებდი ახლა სუნამოს ამ პერიოდში უფრო ტკბილს, იმიტომ რომ არის ცივი ამინდები. მაგრამ ეფექტური, აი სადაც გავივლი, იქ უნდა დარჩეს ჩემი სუნამო. ხო, თუ შლეიბი არა გაქვს, თუ შლეიბს არ ტოვებ, ეს სუნამო არ არის. არა, სასიამოვნო შლეიბს. მე არ ვიძახი, რომ აი ხანდახან ისეთია, რომ შეგაწოხებს. აი გავხსენი, როგორც მითხარით, ესეც. აი გაცო. გრილი იქნება. აქვს ძალიან მაგარი მდგრადობა, 20% აქვს ზეთის შემადგენლობა, მე ექსტრა ამაში უფრო დეპარტამენტი იგრძნობა არის. აღმოსავლური ხასიათი? შედარებით, გააჩნია ინსპირირებული არის ეს ცნობილი სუნამობისგან, რაღაც დოზით ნოტებს იმეორებს. დიახ. უი, როგორი არომატების არომატების დღესასწაულია. პარფიუმი არის აი ეს ბოლო ნოტა, რომ გამოდიხარ სახლი და შენი ბოლო აქსესუარი და ამიტომ ეს უნდა ესადაგებოდეს შენს პიროვნებას, შენს სამოსს და შენს განწყობას ძალიან. იმიტომ რომ ჩემთვის მაგათ რო დამავიწყდეს სუნამოს დასწრებს, მე ვარ უკან მიმბრუნებელი და დამსხმელი, იმიტომ თუ არ მიდეს ჩემი პატარა ეს არა ქვია, ასე მგონია რომ რაღაცა მაკლია, აი რაღაცა. აუ და დალი, მაშინ გამოვყოთ 15 წამი, სწორად გვასწავლე როგორ დავისხათ, იმიტომ რომ ხშირად ადამიანები ზომას რაღაცნაირად ვერ ხვდებით და ვერ ვაკონტროლებ. ისეთი არომატით დადის ზოგიერთი ჩემს გარშემო, რომ გული მიმდის. როგორ უნდა მე ჩემსაც ვიტყვი და გოგაც სპეციალისტია მოდი და მე ჩემსაც ვიტყვი, იმიტომ რომ სულ ახალი ამბავია, აი აქ თურმე არაფრით არ შეიძლება. არა, ყურის უკან აი აქ უნდა. არა, ეს პირდაპირ ჩიყთან რა ქვია ფარისებრი არაფრით არ შეიძლება აქ. კაი, მოდი
შენ თქვენ გააგრძელოთ. დალი და მე ჩვენს ხო, არის, ნახეთ როგორ არის, მე როგორც ესე მასწავლეს და აბსოლუტურად ვეთანხმები, სადაც ფეთქვა არის პულსაცია. რომ იქ უკარი ყოველთვის თბილი გვაქვს და მეტი ის მოდის აქია გამოყოფს. ყურთან, აი უკან და უკან თმაში. და ერთი შეიძლება იცი რა მაჯებზე ჩვევად მაგრამ ეს რაღაცა მგონია რომ ჩვევა არის უკვე ეს არის ჩვევა თურმე ყველაზე მეტად თუ გინდა შლეიფი დატოფო უნდა დაისხა აქ გოგო შენ რა ისინი მე გითანხმებით ზოგადად არის მითები რომლებიც გავრცელებული არის საქართველოშიც და მსოფლიოშიც პულსირების ადგილში დასხმა კარგია რომ შლეიფი უფრო გაცილებით მაგარი იქნება და მეტი იქნება ინდივიდუალურია ვისაც ადმოწოს მაგალითად თმის უკან ისხავენ ხოლმე ამ ადგილებში მომწოს მეტად დიდხანს რჩება დიდხანს რჩება არომატები კი გეთანხმებით ამ ყველაფერში მაგრამ მითია რომ რაღაცა აქ თუ დავისხავთ უფრო დიდხანს გაყვება პულსირების ადგილებში უბრალოდ მისესალმებელი იქნება თუ პულსირების ადგილებში და ტანის ამოზე ხო არ უნდა დავასხათ სუნამო თუ უნდა დავასხათ მე მგონია რომ აქ მე თქვენზე მაგრამ ეზოთერულად საერთოდ როცა სუნამო გასხია და მიდიხარ სადღაც შეხვედრაზე აუცილებლად ხელის გულზე კარგად გასხია, იმიტომ რომ ხელს რო ჩამოართვა, ისე მიყვება ასოცირებულად სურნელი, რომ აი ახსოვ ხარ. ახსოვ ხარ და არის რომ გადაკოცნი ვიღაცას და მოყვება მისი არომატი მთელი დღე. ეს უკულტურობა ამდენი არ უნდა დაისხათ, რომ გადაკოცნისას მე მთელი დღე თქვენზე ვფიქრობდე. მე ვწუხდები. ხო, იმიტომ რომ ყველას ხوارში ყველას ჩვენი რეცეპტორები არის აბსოლუტურად ინდივიდუალური და აბსოლუტურად ინდივიდუალურად აღვიქვავთ სუნს, გემოსაც და საერთოდ სილამაზეს, საერთოდ სამყაროს. და ამიტომ უნდა ვეცადოთ ხოლმე, რომ შენთვის დაისხა, მაგრამ სასიამოვნოა, როცა ისე გასხია ის სუნამო თუ შლეიფს კულტურულად დატოვებ და ხან არის უიმე მაგათ ჩემი სუნამო იმდენად ყველა მიცის რომ ამდენი წელია და აქ დალი იყო ნუ ეს ნუ ვტოვებ ყოველთვის იმიტომ რომ ეს სასიამოვნო და ისე მოკრძალებულად ხო ნამდვილად არ უნდა ავყროლდეთ რომ იტყვიან ხო სწორება დიახ რა თქმა უნდა დოზა უნდა ვიცოდეთ რა დოზით დავისხავთ სუნამოს სწორად ახსენეთ თქვენ ყველა ადამიანზე განსხვავებულად ჭდება სუნი ერთსა იგივე სუნამო შეიძლება ჩემს კანზე სხვანაირად განსხვავებულად სხვანაირად ამიტომ ეს ისე არის რეალობა არის მაგრამ არომატი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მეხსიერება გვაქვს ძალიან კარგი ადამიანებს და სწორედ სულმა შეიძლება ძალიან კარგი მოგონებაში გადაგვაქვს რაღაც ან ადამიანს ან სიტუაციას ეს არის ემოცია სუნელოვანი ემოცია ან ჩვენ თავს უზიარებთ ან ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს ამიტომ იდეალური არის სუნამო სასაჩუქრეთ შეგიძლიათ ვისაც არ აქვს არჩეული ჯერ და უჭირს შერჩევის პროცესი შეგიძლიათ მობრძანდეთ დავნეში შეარჩევთ იდეალურ სუნამოს და არა სუნამოს ვერძია ჩუქოთ და არავინ არ იქნება ნაცნობი. ამ წელს შენი რუბრიკის ბოლო გადაცემაა. ხვალ ჩვენ კი ვართ ეთერში, თუმცა აი ეს რუბრიკა დალისი კონკრეტული დღეს ამ წელს აჯამებს. სეზონის ბოლო გადაცემა და პატარა შეჯამება მინდა გავაკეთო. დავიწყეთ რაღაცა ძალიან დიდი ესეთი შემართებით და ენერგიით და რა თქმა უნდა ასევე გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ახალი პროექტები და იმედი ამ სეზონზე გავაჟღერებთ. აუცილებლად გაგრძელდება ქალბატონების მოწვევა შემდეგ სეზონზე. ასეთი რენდომ არჩევითი ქალბატონები, რომლებიც მოხვდებიან ჩვენს ისეთ პატარა გათამაშებაში და მათ ექნებათ ერთი დღე ჩემთან ერთად და შოპინგი და საჩუქრები ბევრი. აუცილებლად ამას გავაგრძელებთ. თან პლუს ნავნეც ძალიან ბევრ სიახლეს გვპირდება და მოდი ამას დავტოვებ ესე მათ რა ქვია ინტრიგად, იმიტომ რომ სეზონი რო დაიწყება აუცილებლად ამას გავაჟღერებთ და მინდა ვთქვა რომ ბედნიერება თქვენთან ერთად მუშაობა და დიდი მადლობა ნავნეს რომ ამის საშუალებას გვაძლევს რომ თქვენთან ერთად ვიყო და თან კიდე ესეთი ბიუჯეტური შოპინგი ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა და ნავნე ამის საშუალებას გვაძლევს ხო სწორება რა თქმა უნდა ყველაფერი ბიუჯეტურად არის ჩვენთან მობრძანდით ადგილზე ვენახავთ დაგეხმარებიან შერჩევის პროცესში ჩვენ ძალიან კარგი სტაფი დალი დრო რო არ გაგვექცეს კი ახლა ლამაზი ტანის ამოსიკიდია რა თქმა უნდა იმიტომ რომ ახალი წელი მოდის და ყველა უნდა გავბრჭყიალდეთ რა თქმა უნდა ესეც ყველაფერი სხვათა შორის ჩექმების გარდა შეძენილი მაქვს ნავნეში და ახალი წელი რატომ არის სასიამოვნო რომ იმდენად დიდი დღესასწაულია ჩვენთვის რომ
ჯერ რატომ? რომ ვართ ერთად, ხო? შენი საყვარელი ადამიანები და ხვდები ერთად და უზიარებთ ერთმანეთს სიხარულს და რაღაცა მომავლის იმედის განწყობას, ხო ესეა? ამიტომ ყოველთვის მინდა ხოლმე ვთქვა, რომ არ მიყვარს ხოლმე ახალ წელს შავის ჩაცმა. ნუ შეიძლება შავი დეტალები იყოს, მაგრამ მაინც უნდა ბრჭყალებდეს და მაინც უნდა ფერადები ვიყოთ და თან კიდე ზოდიაქოს ისინი გვამცნობენ, რომ ასტროლოგები, რომ კარგია გვეცას ბრჭყალა, წითელი, ოქროსფერი და ფერადი. არ ვიყოთ შავებში. ეს არის მთავარი მოთხოვნა. მოკეთ ძალიან ლამაზ ეს ნახე ყველა არ ხვდებით ნუ შეიძლება ვიყოთ მთაში, ბაკურიანში ან სადმე მთაში, ხო? სადაც არ არის ისა რა ქვია, არ მივდივართ ისეთ ფეშენებულ რესტორანში. აი მაგალითად და შეგვიძლია აი ეს რასაც მე ხა წარმოგიდგეთ მაგალითად ნახეთ რა ლამაზი ქვედაბოლოა რომ ჩავიცვათ ამაზე. ხო, მთაში. რა თქვი? მთაში. როგორ მიგოდა რომ ეს კითხვა დაგესვა? ნახეთ, გაცვია ჩეკები გაცვია, ნახეთ თბილი სვიტერი და ნახეთ რა ლამაზია. ხო გითხარი მთაში. მთაშიო ამო. მთაში. მე რა მინდა ვთქვა, რომ ძალიან აქტუალურია და დიდი ხანია უკვე რამდენიმე წელია ძალიან აქტუალურია. აი ესეთ ბრჭყალა ქვედაბოლოებზე ესეთი თბილი ღუნღულა სვიტერები და ნუ ნახეთ რა ლამაზია. საახალწლო ფერები თან ვერცხლისფერი. ვერცხლისფერი ყველაფერს უხდება ამ ეს შეხედეთ ნახეთ რა ლამაზია. კი. სასწაული. მერე ნახეთ როგორი აი ერთი ბლუზა ჩაიცვი ჩვეულებრივ ჯინსებზე თუ გინდა და უკვე სადღესასწაულო ხარ. ნუ წითელი ხო ძალიან აქტუალურია. და ნახეთ რა ლამაზი წითელი კაბა, თოთქოთაშორის ჯეი კრუსი, ულამაზესი. აი ეს გინა ჩაიცვი ბოტფორდებზე, გინა ჩაიცვი ლამაზ. ბოტასებზეც. ნუ აი ნახეთ როგორ არის. მე ჩემსასპენი რაც თავარია, ხო? უნდა იყოთ კომფორტულები. ეს კაბა შეგიძლია ჩაიცვი ბოტასებზეც. და გინა ჩაიცვა ბოტფორდებს და გინა ძალიან ლამაზ კლასიკურ ქუსლიან ფეხსაცმელზე და სხვადასხვა განწყობას მოგცემ. სამხედრო ჩეკმაზე. მაიმე ეს კიდე სპეციალურად წამოვიღე სანტას კაბა. მაიმე სანტას. ვისაც უნდა ისეთი რა ქვია რაღაც იუმორი შეიტანოს მისი მასში ჩაიცვით ეს ქუდი დაიხურეთ სანტასი და იქნებით ძალიან საყვარელი. ნუ იგივე შემიძლია ვთქვათ ნახეთ რა ლამაზი შარვალია. მართლა ეგ შარვალია? მარა გეგონა. შარვალია ხო და აი ეს იგივე გინაც თეთრ პერანგზე ჩაიცით ახლა მე რაც მაცვია ესეთი შავი ბავთით და თეთრი პერანგი. აი ბრჭყიალაზე არ წავა? რა გინდა ბრჭყიალაზე კიდე ბრჭყიალა და კიდე ბრჭყიალა. ან უნდა იყოს თლიანად ბრჭყიალა ან თუ ქვედაბოლოს იყოს ზემით უნდა იყოს ბრჭყიალა რო გარბის ხო? აი ესეთია ნახე რო გარბის ნახე შეხედე ეს არის ესეთი კაბა რომელიც თავი და ბოლომდე ხარ ბრჭყიალა. ეგ ტყეში. ეს თაში და ეს უღრან ტყეში. არა ძალიან ლამაზებია. ძალიან ნუ ნახეთ როგორი პიჯაკი აი ჩვეულებრივად შეგიძლიათ ერთი ბორდოს ფერითან როგორი ის არის რა ქვია ტრენდული ფერი შეგიძლიათ ერთი თუნდაც თეთრ მაისურზე და უკვე გაბრჭყიალდებით ძალიან ლამაზი თან კიდე ნუ აი სპეციალურად საახალწლოდ აი ეს ბრჭყიალა ტანის ამოსი ნახეთ ეს ჩვეულებრივად შეგიძლიათ მაისურზე გადაისვა აი მაგას ჩავიცვავდი მაისურზე გადაიცვა ჩვეულებრივად შიგნითაც აი მე რუჯზე რა ლამაზია რუჯი არა ზამთარში ეს ჩვეულებრივად აი ნახეთ ეს კაბა ნახეთ რა სილამაზის კაბა კლასიკური კაბა რომელიც ამაზე შეგიძლიათ შემოიცვათ თბილი ჟაკეტი, ღუნღულა და იქნებით და თუ ხართ ისეთ რესტორანში, სადაც უკვე ისეთ საღამოს კაბები გაცვიათ, იქნება ძალიან ლამაზი. მოგეთ, ძალიან ლამაზი კოლექცია, ნუ აი ამ ქვედაბოლოზე ვგიჟდები, იმიტომ რომ არის უნიკალური ნამუშევარი, ესეთი მარგალიტებით და მართლა? მაგრამ ჯინია, ხო? იმიტომ რომ სულ ბისერებია. ძალიან ლამაზია ხა იგივე ხა ესეთი ქვედაბოლო როგა გაქვს და გაქვს გამოუცვალე ხან პერანგი ჩაიცვი ხან სვიტრი ჩაიცვი გაქ აი უბრალოდ ეგ შარვალზე და შეიძლება ხო რო ჩაიცვა ყველაფერი თაშიც ალბათ შარვალთან არის ერთი კითხვა მაქვს რა სულ მავიწყდება ნახე რუჯიანი ქალბატონები ადრე წინა საუკუნეში ცნობდნენ ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ ბოსტანში, ყანაში და ასე შემდეგ. და იყო
ცუდი ტონი. ადრე, რუჯი. აი ეხლა რატო გადაირიე? შეხედე, ჩემო პატარა, როგორი ფითქინა ვარ. სად არის ჩემი? იცი რა, იყო ერთი პერიოდი, ნახე ადამიანები სანამ არ გაათვითცნობიერებენ რა არის კარგი მისი სხეულისთვის და საერთოდ ორგანიზმისთვის, სანამ ხდება ხოლმე რაღაცების გადამეტება. ნუ იგივე ზუსტად ვიძახდით პარფიუმერიაზე რაღაცა უნდა როცა გაიცავ რაღაცა ბალანსს და ზომიერებას, უკვე ლამაზი ხარ. ის ცოტა რუჯიც ლამაზია და ცოტა. ესე ჩემ მეგობრებია, ტუჩების ბუმი რო დაიწყო ამბობდა. ამათ ნეტა იციანო რომ არისტოკრატებს წვრილი ტუჩები აქვთ. ასე გლოვობდა ბებია, ხო? წვრილი ტუჩები აქვთ არისტოკრატებს, ასე ამბობენ. მოკლედ, რა ვიცი, მე მგონი შეგიქმენით რაღაც პატარა საახალწლო განწყობა, ესეთი ლამაზი და სურნელოვანი პარფიუმერით და ლამაზი ბრჭყვიალა ტანსაცმლით და მინდა რომ კიდევ ერთხელ ჩვენს ერთგულ მაყურებელს მიულოცო დამდეგი ახალი წელი, უსურო ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაკა ოჯახებს და ვიყოთ სულ იმის ხასიათზე რომ წავიდეთ, ვიშოპინგოთ, ვიყოთ ბედნიერები და ლამაზები. ესე რეკორდი მოხსნა, მიდი აჩუქე. ხასიათი რომ გქონდეთ ამისთვის ჩვენ გადავწყვეტოთ რომ ბადაგონის ცქრიალა ღვინოთი. დიდი მადლობა, მაესტრო ექსტრა და მაესტრო ექსტრა და ჯადოსნური ჩემი საჩუქარი, ეს არის კოდირებული სათამაშო, რომელსაც მოაქვს ბედნიერება, სიხარული, ბევრი ფული, სიყვარულში გამართლება, აი შეეთ რომელი ხო. აბა სასწაული. ლამაზია. მიდი. აიმე ოქროსფერი. უნდა ნახეთ რა ლამაზია, საყვარელია შეხება. მოკლედ ჩვენ და სამშვიდობე. კარგი დანიშნულებით ჩვენ ხვალ სრული შემადგენლობით წარსდგებით თქვენს წინაშე დილას ამ სეზონზე ხვალინდელი გადაცემა ბოლო იქნება, ამიტომ შევეცადეთ რომ ცოტა განსხვავებულად მოსულიყავით თქვენთან, ხვალ ალბათ ნახავთ წამყვანებს ისეთებს, როგორებიც ვართ რეალურად სახლში. მაგრამ ეს ყველაფერი გადაცემის ბოლო ნაწილში, ასე რომ დაგველოდეთ ხვალ მართლა რაღაცა განსხვავებული ფორმით შემოგიერთებით. აბა, გიწარმატებები და ნახვამდის.